წმიდა შუშანიკი ქვემო ქართლის სპიტიახშის ვარსქენის მეუღლე იყო. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. კეთილი ურთიერთობის დამყარების მიზნით ვარსქენ პიტიახში სპარსეთის მეფეს პეროსს ეწვია. საკუთარი ნებით უარყო, ჭეშმარიტი სარწმუნოება და მაზდეანობა მიიღო. როცა შუშანიკმა ვარსქენის განდგომის შესახებ შეიტყო, წარეთ-სრემლით გამოიტირა მეუღლე. საცოდავი გახდა უბადრუკი ვარსქენი, რადგან უარყო მან ჭეშმარიტი ღმერთი, აღიარა ატროშანი და შეუერთდა იგი უღმერთოებს. შემდეგ შუშანიკმა დატოვა სასახლე. თან წაიყვანა თავისი 4 შვილი და ეკლესიას შეაფარა თავი. უფალო ღმერთო, შენი მოცემული არიან და შენ დაიცავი ესენი. სული წმიდის მადლით, წმინდა ემბაზისაგან განათლებულნი, რომ იყვნენ ერთი სამწყსო, ერთი მწყემსისა, ჩვენი უფლის, იესო ქრისტესი. საღამოს წმიდა შუშანიკი თავისმა მოძღვარმა იაკობ ხუცესმა მოინახულა და გააფრთხილა სულიერი შვილი. ვარსქენი დაუნდობელია და საშინლად გაგტანჯავს. ამიტომ თუ საკუთარი სიმტკიცის იმედი არ აგავს, სჯობს მოერიდო მასთან დაპირისპირებასო. უმჯობესია მისი ხელით ჩემი სიკვდილი, ვიდრე მისი და ჩემი შეყრა და ჩემი სულის წარწმედა. რადგან მსმენია პავლე მოციქულისაგან, არ არის დამონებული ძმა ან და არამედ დაშორდნენ. სამი დღის შემდეგ პიტიახშიც ჩამოვიდა ცურტავში. მან მეორე დღესვე იხმო ეპისკოპოსნი და მღვდელნი თავისთან დალმობიერად უთხრა, რომ არაფრის გამო არ მორიდებოდნენ მას და არც შეეძულებინათ იგი. მათ კი მიუგეს რჯულის უარმყოფელს, რომ საკუთარი თავიც დაღუპა და ისინიც. გაგულისებულმა ვარსქენმა მათი საშუალებით მოსთხოვა მეუღლეს, შეეწყვიტა მისი შეურაცხყოფა და სასახლეში დაბრუნებულიყო. შუშანიკმა წარედამხილა პიტიახში და ღვთისმსახურთა პირით მტკიცედ შეუთვალა. ვარსქენმა ჭეშმარიტი ღმერთი უარყო და ცეცხლს ცათაყვან. ამიტომ როგორც მან შეურაცხყო შემოქმედი, ასევე შეურაცხყოფ მე მას და თუნდაც მრავალი ტანჯვა მომაყენოს. არ გავხდები მისი საქმეების თანაზიარი. ამგვარი პასუხით განრისხებულმა ვარსქენმა თავისი ძმა ჯოჯიკი და აფოც ეპისკოპოსი გაგზავნა წმინდა შუშანიკის სასახლეში წამოსაყვანად. დედოფალმა შინ დაბრუნებაზე კვლავ უარი განაცხადა. ჯოჯიკმა იცოდა, რომ ვარსქენი მას ძალით მიიყვანდა სასახლეში და სთხოვა, ნებით დაბრუნებულიყო. და როდესაც ძალიან აიძულეს, ადგა ნეტარი შუშანიკი. თან წაიღო წმიდა სახარება და მოწამეთა წმინდა წიგნები და სასახლეში დაბრუნდა. მაგრამ იქვე, ახლოს, ერთ პატარა სენაკში განმარტოვდა.
2 დღის შემდეგ სასახლეში დაბრუნებულმა ვარსკენმა პურის საჭმელად ძმასთან და რძალთან ერთად წმიდა შუშანიკიც მიიწვია. დედოფალს არ სურდა ქრისტეს მოღალატე ქმართან ტრაპეზის გაყოფა, მაგრამ ჯოჯიკმა და მისმა ცოლმა თხოვნით რომ მეტისმეტად შეაწუხეს, სასახლეში გაჰყვა მათ, მაგრამ იქ არაფრის გემო არ გასინჯა. ჯოჯიკის ცოლი მოსაძლიერებლად მცირეოდენი ღვინის დალევას აიძულებდა. როდის ყოფილა აქამდე, რომ კაცებსა და ქალებს ერთად ეჭამოთ პური. დედოფალმა ჯოჯიკის ცოლს ხელი აუკრა მოწოდებულ ჭიქაზე, რომელსაც ღვინო სახეში შეესხა. გამხეცებულმა ვარსკენმა სასტიკად ცემა მეუხლე. ცოცხალ მკვდარი შუშანიკი ჯოჯიკმა ძლივს გამოჰგლიჯა მას ხელიდან. პიტიახშმა ბრძანა, შეეკრათ დედოფალი და ბორკილები დაედოთ. შემდეგ ვარსკენის ბრძანებითვე ბორკილებ დადებული დედოფალი ერთ ოთახში შეიყვანეს და დარაჯი დაუყენეს. დილით პიტიახშმა მოინახულა შუშანიკი და მსახურს უბრძანა, რომ სასტიკად ნაცემ დედოფალთან არავინ შეეშვა. თვითონ კი სანადიროდ წავიდა. შუშანიკის მოძღვარმა მოახერხა დატყვევებულ დედოფალთან შესვლა და როცა მისი ნაწამების სახე იხილა, ხმამაღლა ატირდა. ნუტირი ჩემთვის, რადგან სიხარულის დასაბამი გახდა ჩემთვის ეს ხამი. იაკობ ხუცესი ევედრა წმიდანს, მიეცა ნება მისთვის პირიდან სისხლი და თვალთაგან ნაცარი მოებანა და ჭრილობებზე სალბუმი დაედო. ხუცესო, ნუ ამბობ მაგას, რადგან ეგ სისხლი ჩემი ცოდვების გამწმენდია. ამასობაში დიდი მარხვაც დადგა. წმიდა დედოფალი კვლავ ეკლესიის მახლობლად მდებარე პატარა ბნელ სენაკში გადავიდა და მარხვა ლოცვასა და ტირილში გაატარა წინა სააღდგომო მარხვა. აღდგომის მეორე დღეს ბრძოლიდან დაბრუნებული ვარსკენი ეკლესიაში მივიდა. დაიწყო მან გინება და სასტიკად ღვთისგმობა და ეპისკოპოსს დედოფლის სასახლეში დაბრუნება მოსთხოვა. მღვდელს, რომელიც დედოფალს გამოეკომაგა, კვერთხი დაჰკარა ზურგზე. დედოფალი კი თრევით წამოათრია ეკლესიიდან სასახლის ეზომდე, ტალახში და ეკლებზე. წმიდა შუშანიკს კალთები და სხეული წვრილ-წვრილად დაეგლიჯა ამ ძეცვზე. სასახლის ეზოში ჯოხი დაჰკრა თითქმის 300-ჯერ. და როდესაც ვარსკენმა დაინახა, რომ დიდძალი სისხლის დიოდა დედოფლის სხეულს, მაშინ ბრძანა ჯაჭვის დადება მის კისერზე და საპყრობილეში ჩაკეტვა, რათა იქ შიგნით მომკვდარიყო. 6 წელი გაატარა წმიდა შუშანიკმა ციხეში. ამ ხნის განმავლობაში არ შეუწყვეტია ლოცვა, მარხვა და სხვა ღვთის სათნო საქმეები. საპყრობილეში მყოფი, იგი თავად ამხნევებდა მის გასამხნევებლად მისულ ქრისტიანებს. დახმარების მიღების მაგივრად თვითონ ეხმარებოდა გაჭირვებულებს. მისი ლოცვით ავადმყოფები იკურნებოდნენ, უშვილოებს შვილი ეძლეოდათ. დედოფალი ყველაზე უფრო
შვილების ცეცხლთაყვანის მცემლობაზე გადაბირებამ შეაწრწუნა. დაიწყო მან ღვთისადმი დიდი ტირილით თაყვანისცემა. გმადლობ შენ, უფალო ჩემ, რადგან იყვნენ არა ჩემნი, არამედ შენი მოცემული. როგორც გნებავს, იყოს შენი ნება უფალო. და მე დამიცავი მტრის საქმეთაგან. სიკვდილის წინ წმიდა მოწამემ ველანი დალოცა და ითხოვა და ესაფლავებინათ იქ, საიდანაც პირველად გამოათრია ურჯულო ქმარმა. შემდეგ ფსალმუნის სიტყვები გაიმეორა. კურთხეულარს, უფალი ღმერთი ჩემი, რამე თუ მშვიდობით მასზე და დავწევ და დავიძინე. და მიაბარა თავისი სული ყოველთა შემწყნარებელ უფალს. სამღვდელოებამ და ერმა ნაწამები დედოფლის გვამი ნაანდერძევ ადგილას დაკრძალა. მე-6 საუკუნეში ქართველებმა წმიდა შუშანიკის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს. წამებისა გვირგვინითა შეიმკვე მეუღლისა შენისაგან, დედოფალო წმიდაო შუშანიკ, და წარმავალისა დედოფლობისა წილ მოიგე სუფევაი წარუალი, და აწკადნიერად მდგომარე ხარ წინაშე სიძისა შენისა, უკუდავისა ქრისტესა, მეოხ გუეყავნ მაქებელთა შენთა სანატრელო.